მოგესალმებით. დღეს არის ორშაბათი, დღეს არის მსოფლიო როგორც ასეთის დღე და დრო. შესაბამისად, მე ალექსი ბუკა-პეტრიაშვილი მოგესალმებით ჩვენ სტუმართან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი არის ზურაბ ფარჯიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, წარსულში დიპლომატი, კოლეგა და ძალიან საინტერესო მოსაუბრე და მაინტერესებს მისი აზრები და საზოგადოებასაც ცხადია დაინტერესებს ყველა იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ამ წუთებში, ამ დღეებში, ამ ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში. ვიწყებ ამ გადაცემას მილოცვით მოლდოველ ხალხს და არა მარტო მოლდოველ ხალხს, ბუნებრივია, მაგრამ განსაკუთრებულად მოლდოველ ხალხს, ვინც იბრძვის და იღწვის საკუთარი ქვეყნის ევროპულ სივრცეში დასამკვიდრებლად, დიდ გამარჯვებას, ეს ნამდვილად შთამბეჭდავით დიდი სერიოზული გამარჯვება მიუხედავად იმ წარმოუდგენელი მცდელობებისა და მასშტაბების და რესურსების მოცულობის, რაც დახარჯა რუსეთმა ყველა მიმართულებით ფაქტიურად, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, ნამდვილად პრეზიდენტ მაია სანდუს და მოლდოვის მთავრობას აქვთ საამაყო საკუთარ მოქალაქეებთან და საკუთარ შთამომავლებთან და მომავალთან. იმედია, რომ მათი გაწევრიანების მოლაპარაკებებიც მალე დაიწყება და რუსეთის ძალისხმევები მათ ქვეყანაში ვითარების ასარევად ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება ამ მოახლოეს პერიოდში და გრძელვადიან პერსპექტივაში. პროცესები არ წყდება ცხადია და ომი გრძელდება უკრაინაში. რუსეთის ომი ბუნებრივია ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ბოლო მნიშვნელოვანი განცხადებები ძალიან საინტერესო იყო სულ ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლის კიტ კელოგის მიერ გაკეთებული განცხადებები ინტერვიუში, რომელიც მან Fox News მიცა, რომ დონალდ ტრამპი არ არის წინააღმდეგი და მხარს უჭერს, რომ რუსეთის სიღრმეში განხორციელდეს დარტყმები უკრაინის მხრიდან, იმიტომ რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას. თავდასხმების გუშინ იყო კიდევ ერთი მასიური ომის დაწყებიდან, დიდი ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა. დღეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს ოვალურ ოფისში პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს, ისრაელის პრემიერ-მინისტრს. ნახოთ, რა სიახლეები შეიძლება გახმიანდეს უახლოეს საათებში, დღეებში, რომელიც მათი დიდების უზრუნველყოფელი იქნება, როგორც თავად პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა. მოკლედ, მოგესალმები, ზურაბ, დიდი მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისთვის. და დავიწყოთ, როგორ აფასებ, რა თქმა უნდა, მოლდოვით დავიწყოთ, ეს არის ყველაზე ცხელი, მნიშვნელოვანი და კარგი ამბავი. როგორ აფასებ ამ არჩევნების შედეგების მნიშვნელობას თავად მოლდოვისთვის, ევროპისთვის, რეგიონისთვის და რუსეთისთვის, აი ესე რომ შევაფასოთ და ჩამოახაროთ. კომპლექსურად რო შევხედოთ. პირველ რიგში დავიწყებ რუსეთისთვის მნიშვნელობით რა, ანუ შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ ყველაფერი რაც ცუდია რუსეთისთვის, კარგია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თუ თუნდაც ყაზახეთისთვის, ნებისმიერი მისი სხვა მეზობლისათვის. რუსეთმა ძალიან ბევრი რესურსი ჩადო ჯერ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ეხლა უკვე საპარლამენტო არჩევნებზე და ორივე შემთხვევაში საკმაოდ ახლოს იყო წარმატებასთან რა. და მოლდოვა ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. ერთი ფაქტორი არის ის, რომ მოლდოვა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, სამწუხაროდ ჩვენ განსხვავებით მათ ეს შეძლეს მათმა მთავრობამ პირველ რიგში, ჩვენ მაგია გასაგებია, რომ არ მოინდომა და გადაუხვია ამ კურსს. მეორე დნესტრის პირეთი შეიძლება ყოფილიყო რეალურად ის ზონა, საიდანაც გაიხსნებოდა ფრონტის ახალი მონაკვეთი, სადაც შეიძლება გახსნილიყო უკრაინის მიმართულებით. მსგავსი მცდელობები იყო
სიმართლე რომ ითქვას, ეს მეორე ფრონტის თემატიკა კი აქვს ახლა ქოცნებას წამოწეული, მაგრამ რუსეთი იყო ყველაზე მეტად დაინტერესებული მეორე ფრონტის გახსნით და ყველაზე ქვედა დაბიჭებს მიმართავდა ზუსტად დნესტრისპირეთში. მაგრამ მაშინაც დნესტრისპირეთის თუნდაც იმ მარიონეტმა ხელისუფლებამ თავი შეიკავა ამისაგან. მაგრამ აი მოლდოვა რო გარუსებულიყო უკვე რა სცენარი განხორციელებდებოდა მაინც და მაინც თავსაც ვერ დადებდი რა და ამასთან ნუ საკმაოდ ახლოს ვიყავით მაგრამ ისევ და ისევ მოლდოვას ხელისუფლებამ ძალიან სწორი ნაბიჯები გაატარა მათ შორის რაღაც ბუნების რაოდენობა დნესტრისპირეთში შეიზღუდა იმიტომ რომ იქ არავითარი კონტროლი რეალურად რამდენი ხმა ჩაიყრება უბანში არ ხდება პლუს სპეცსამსახურებმა კარგად იმუშავეს და ნაღდი ფული ამოიღეს მილიონობით ნაღდი ფული ამოიღეს რაც პროპაგანდაზე უნდა დახარჯულიყო და ძალმომრევებით ქმედებაზე ამ ძალადობრივი სცენარიც ახლა რუსებისგან მართლაც არაა გამორიცხული და პლუს აი თუნდაც საიდან ჩანს ამათი ძალიან გააქტიურება პაվել დუროვის დონეზე გააქტიურდნენ რომ ანუ პაվել დუროვი არის მაყურებელ შევახსენებ ვარ ტელეგრამის დამფუძნებელი არის ადამიანი რომელსაც დააფუძნა ყველაზე პოპულარული რუსული სოცქსელი ვკონტაქტე შემდეგ ეს სოცქსელი გააყიდვინეს FSB-ზე მოდი პირდაპირ ასე ვთქვათ დუროვი გადავიდა დუბაიში მას შემდეგ აცხადებს რომ მე სიტყვის თავისუფლებას ვიცავ და რაღაც გულმხურვალე დამცველია სიტყვის თავისუფლების რომ FSB-სთან ამეკავშირი არ მაქვს და ზუსტად ამ არჩევნების წინა დღეს გამოაგდო ეგეთი თორს დატვიტა X-ზე დაწერა რომ აი საფრანგეთი მე მაიძულებდა რომ ტელეგრამის მუშაობა მოლდოვაში რაღაც მიმართულებით წარმემართა შემეზღუდა და მე აი დიდი გმირი ვარ და არ დავთანხმდი. ნუ ჯერთა სისულელია საფრანგეთი აღარ არის ცივი ომის პირობებში და სამწუხაროდ ესო და ესო ვიტყვი სამწუხაროდ საფრანგეთის სპეცსამსახურებს ნახლა არ შეუძლიათ მაგდენი რომ დუბაიში ასე ვთქვათ ყოფ მილიარდერს რამე აიძულონ რა და ტყუილია ეგ ხო აშკარად მაგრამ თავისი ავტორიტეტიც კი დუროვმა დააყენა სასწორზე რა და ეხა არ არის პაվել დუროვი ის ადამიანი რომელიც ამას მითითებების გარეშე იზამდა ნუ გასაგებია კვალი სადაც მიიც ან ყველანაირად ეცადა მოსკოვი რომ მოლდოვაში არჩევნების შედეგი სხვანაირად დამზადარიყო მაგრამ ნუ საბედნიეროდ მაია სანდუს პარტიამ გაიმარჯვა და ეს საფრთხე კაიხენ დაცილებული გვაქვს ან ზოგადად ევროპაშიც და ისე ევროპის გარეთაც ეს რუსული პროპაგანდის საცეცები ყველაზე ეფექტიანები და ეფექტურებიცაც არის პროპაგანდა. ბრძოლის ველზეც კი არაფერი გამოვიდათ, მაგრამ პროპაგანდამ იმდენი შეძლო რუსულმა პროპაგანდამ მთელი მსოფლიო დააჯერა, რომ რუსული არმია იყო ნომერ მეორე. რა? და რეალურად აღმოჩნდა, რომ არ იყო ესე, ხო? ან მართლა გაუცებული ხუმრობა უკრაინაში ნომერ მეორე არმია, ხო და შესაბამისად ახლა გადაფასებაც არღის, მაგრამ უდიდესი წარმატებაა, რა. და ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა თან მოლდოვა არ არის არც რაღაც ძალიან ლიდერებში ეკონომიკური სიტუაციის მხრივ მოწყვლადია რუსული პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსულად საუბრობს ჩვენზე მოწყვლადები არიან რაღაც ვარიანტი იმიტომ რომ ჩვენთან ბავშვებმა აღარ იციან რუსული ანუ ვერ ლაპარაკობენ ახლა მე ბრწყინვალედ ვიცი რუსული არც მწვენი ამის აღიარება ფაქტია უბრალოდ ბობო სოხუმელი ვარ და იშვიათად რომ სოხუმელმა რუსული არ იცოდეს და მაგრამ ახალი თაობას არ არიციან რა და ნუ ერთი მხრივ შეიძლება იფიქრო რომ ახ რა ჯობია უცხოენის ცოდნას მე ხა სიამოვნებით მეცოდნეო და თურქული მაგალითად ხო მეზობელი ქვეყანაა და რატო კონტაქტებიც გიწევს ბევრი მაგრამ აი საქართველოს ნაკლებ მოწყვლადია ვიდრე მოლდოვა რა აი კურიოზული ფაქტია მაგრამ ესეა და მე ძალიან სასიამოვნოდ გაოცებული ვარ რომ ამდენად დიდი უპირატესობით მოიგო თან სანდუმ რა მცირე უპირატესობით არ მოუგია ანუ წყნარად შეგიძლია იყო მიმართულებას მოსახლეობის 20% რუსეთისადმი კეთილგანწყობილია და რუსულ ენაზე მოსაუბრია ეს ძალიან სერიოზული რაოდენობა პიკი პასპორტებია დარიგებული და ასე შემდეგ რაც ჩვენთან ხდებოდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კი ბატონო და ამ ხრივ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის სამუშაოები რომელიც ჩაატარა მანამდე აი სპეცსამსახურების საქმიანობა და მუშაობა ახსენეთ კიდევ ასეთი ფაქტიც იყო ცხადია რომ იქ სხვა პარტიებიც იყვნენ ჩართულები უნდა მიიღოთ მონაწილეობა და მათი და ასეთი ძირგამომთხრელი და დავნაშავეობრივი საქმიანობის გამო მოხსნეს არჩევნებიდან ამან რაღაცა გარკვეულ ნაწილში საზოგადოების ნაწილში გამოიწვია მცირე ნაწილში მაგრამ გამოიწვია რომ აი ასე გადაუგრიხეს ხელები ხალხს და
მოუგეს. აჩვენებს თუ არა ეს შედეგი კონკრეტულად რომ მოლდოვის ხალხი, მოლდოვის საზოგადოება და მოლდოვის მოქალაქეები რეალურად განწყობილი არიან ევროკავშირის განუყოფელი ნაწილისთვის. ისინი როგორც ჩვენ კანდიდატები არიან, მაგრამ მათ ეხლა დაასრულეს ეგრეთ წოდებული სკრინინგის პროცესი, რომლის შემდეგაც უნდა გამოცხადეს უკვე თარიღი გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყების. ეს თავს მოხვეულია თუ მოლდოველების მართლა დიდი ნაწილი რეალურად მზად არის რომ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი გახდეს. მესმის თქვენი კითხვა და მე ოდნავ განსხვავებულად ვპასუხებ. ევროკავშირი როგორც ასეთი რა საქართველოს არის ეს რომ აი მაინც ღირებულებები ხო ღირებულებების მხრივ შეიძლება ბერძენს და ესპანელს ბევრი არაფერი არ ქონდეს საერთო გარდა იმისა რომ მაგალითად უნდათ პირობითად რომ მათი ხელისუფლება იყოს არჩევითი ხო მათი ხმა ისმოდეს საკუთარ ქვეყანაში მეც ესმინა რეალურად ხო თორე ევროკავშირი რაც ჩამოყალიბდა შეიძლება არა მაგრამ აი 80-იანებიდან მოყოლებული გახდა სიმბოლო კეთილდღეობის, კარგად ცხოვრების, ნორმალური მედიცინის, უზრუნველყოფილი სიბერის, ბავშვების რაღაც კეთილდღეობის და ადამიანების კეთილდღეობის, შვიდობისაც ხო კი ბატონო და ესა არა ანუ ადამიანი რისკენ მიისწრაფი რა ადამიანს აქვს რაღაც ხანმოკლე შედარებით ცხოვრება ხო ახლა ზვიგენები არსებობს გრენლანდიური რაღაც ზვიგენი რომელიც 400 წელიწადია უკვე რაღაც დაცურავს რა და შენ ვერ დაცურა 400 წელიწადი ხო შენ რაღაც ზღვრული ისა გაქვს დრო და გინდა კარგად იცხოვრო რა ანუ არ გინდა ეს რაღაც კორუფცია არ გინდა უკანონობა გინდა რომ იცოდე რომ შენი ბავშვი რო გავა სახში მშვიდობით მოვა ამ შემდეგ და ეს ყველაფერი იმ ქვეყნებში როგორც სამწუხაროდ უკვე ჩვენი ქვეყანაცა ქვეყნებს სადაც დღესაც ვიღაც კორუფციული ბრალდებებით დაიჭირეს და ეხლა აღმოაჩინეს ამათ კორუფცია ანუ ეგეთი რაღაცებისგან შენ ნაკლებად უბრალოდ მეტად გარანტირებული ხარ ევროკავშირის გავს გაერთიანებაში და ევროკავშირი ამის მაგალითია თორე შეიძლება რუსეთი წლების განმავლობაში თავის კონკურენტს ქმნიდა ხო ევრაზიული კავშირის სახით მაგრამ რატო ჩაფლავდა მოდი პირდაპირ თქვა ეს პროექტი იმიტომ რომ რუსეთი როგორც ქვეყანა ანუ არავის არ მოუნდება მოსკოვსა და პეტერბურგს გარეთ ცხოვრება იქაც არ მოგინდება ცხოვრება ესა შენ თავად უნდა აჩვენო ხო მაგალითად ახლა სად უფრო მოუნდება ადამიანს ცხოვრება რა პირობითად ავიღოთ მადრიდში თუ პირობითად ვოლოგდაში ხო და ევროკავშირს კიდე ბევრი ეგეთი მადრიდი აქვს ბევრი ეგეთი ქალაქია სადაც ცხოვრება მოგინდება რატო გარბის ჩვენი ხალხი რუსეთში ძალიან კარგად გარბოდა ყოველ პარადოქსს გეტყვით მე სოხუმელი დევნილი ვარ და უამრავი ჩვენ ვინც უშუალოდ გადავიტანეთ რუსული აგრესია 92-93 წლებში უამრავი ჩვენიანი უამრავი დევნილი რუსეთში წავიდა იმიტომ რომ სხვა გასაქცევი მაინც არსად ქონდა მაგრამ შემდეგ იმათი დიდი ნაწილიც უკვე ან ევროპაში ან ამერიკაში ან ახალ ზელანდიაში ზოგიერთ საერთოდ კი ამ მე ვახსენე დასაწყისში ევროპამ ამოისუნთქა ამ გამარჯვებით ერთი პატარა ერთი დიდი თავის ტკივილი მოეხსნა. არა, მაგ მხრივ ვერ ვიქნები ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ რუსეთი სანამ ფული ექნება, სანამ საშუალება ექნება, ანუ აი მითოლოგიური ჰიდრასავითა ყველა თავი უნდა მოაჭრათ, ამ უნდა მოუწვა, თორემ სანამ ფული ექნება, ესენი ფულს დახარჯავენ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციაზე, არჩევნებში ჩარევაზე, ომზე და უბედურებაზე რა და ეხლა ევროკავშირში იგივე ჩეხეთის არჩევნები მოდის ეხლა აი მალევე სადაც შეიძლება მოდი პირდაპირ ვთქვათ პრორუსული პოზიციებით განთქმული ანდრეი ბაბიჩის პარტიამ შეიძლება გაიმარჯვოს და ვერც ერთ ქვეყანაზე ჯერჯერობით ვერ იტყვი, იმიტომ რომ ერთი რაც პირდაპირ ვთქვათ, ცუდი აქვს დღევანდელ მდგომარეობას და მათ შორის ევროკავშირის თუ ამერიკის პოლიტიკასაც, ტრამპის ადმინისტრაციას კერგულს, ამერიკის პოლიტიკას მოყოლებული ცივი ომის დასრულიდან. როგორც პუტინი მოვიდა, პუტინი დაუბრუნდა ცივი ომის მენტალობას. პუტინმა დაყო მსოფლიო რაღაც რუსეთად, რომელსაც უნდა აეღო რევანში ცივი ომში დამარცხებისთვის და დანარჩენებად. დასავლეთი რაც კიდე უწოდეთ კოლექტიური დასავლეთი და ასე შემდეგ და მის შემდეგ პუტინი ცდილობს რევანშს. და მე ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატთან საუბრისას ვთქვი, რომ აი კითხა რომ თქვენ რას გვირჩევდითო და მეთქი დაუბრუნდით ცივი ომის მენტალიტეტს, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. მეთქი რეალურად ცივი ომში ხართ რა და თუ არ დაუბრუნდით ამ მენტალიტეტს, რომ ყოველივე რუსულს ეჭვის თვალით მოეკიდოთ, რუსულ ვთქვათ ფულს, რომელთაც რომელიღაც დასავლური ტელეარხიან პოლიტიკოსი ფინანსდება, მეთქი არაფერი არ გამოვიდა. ნუ რეალობა ეგ არის. ეხლა თუ არსები უელსში იყო, ეხლა რამდენიმე დღის წინ გასკდა სკანდალი, ხო, ანუ რუსული ფულის
მიიღებაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი თუ არ ვეშლება თუ პარლამენტარი ხო ანუ დადო გამოძიებასთან შეთანხმება ან აღიარა ფაქტიურად თავის უბრალი რომ იღებდა რუსეთისგან ფულს და ამის სანაცვლოდ აკეთებდა განცხადებებსა და შესაბამისად ანუ რუსეთი სანამ ფულიანი იქნება ყოველთვის ეცდება რომ ხელები აფათუროს რა ხო ცივი ომის მდგომარეობაში და მენტალიტეტის მდგომარეობაში გადასვლასთან დაკავშირებით ეხლა არის ძალიან ბევრი მსჯელობა და საუბარი იმის თაობაზე რომ არის თუ არა ევროპა და დემოკრატიული სამყარო რუსეთთან ომში ლავროვი გამოვიდა გაეროს სხდომაზე და მერე პრესკონფერენციაზე და მან ისაუბრა რომ ხო ევროპა და დასავლეთი უკვე არის ომის მდგომარეობაში და ეომება რუსეთს ეს ფორმულირება არ გაიზიარეს არც ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა ასევე გერმანიის კანცლერის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი განცხადება იყო რომ არ ვართ ომის მდგომარეობაში მაგრამ მშვიდობაშიც არ ცხოვრობთ არ ჩერდება და არ წყდება სკანდინავიურ ქვეყნებში განსაკუთრებით დრონების ფრენა, შეფრენა, მოგზაურობა განსაკუთრებით სამხედრო ობიექტების მიმდებარედ, აეროდრომების და აეროპორტების მიმდებარედ, მოკლედ ნელ-ნელა შეგუების რეჟიმში გადაყავთ ევროპელები. როგორ ფიქრობ, საითკენ მიყავს პუტინს საქმე ფიქრობ რომ შეიძლება გადავიდეს უფრო მასშტაბურ ესკალაციაზე ჰიბრიდული ომი პროვოცირება გაუკეთოს რომ ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავი და აქედან უფრო დიდ ომში გადავიდეს თუ უბრალოდ ეს არის ნატოს მზადყოფნის შემოწმების რეჟიმი და მდგომარეობა. კაი, კი ბატონო, ისე კომპლექსური კითხვაა და რამდენიმე ნაწილად უნდა გიპასუხო. პირველი რუსეთი დიდი ხანი არის დასავლეთთან ომის მდგომარეობაში, უბრალოდ დასავლეთმა ეს ჯერჯერობით მაინც არ აღიარა და უბრალოდ იმედგაცრუებას იწვევს, არათუ გაოცებას. გაოცებით კაი ხანი აღარ უოცდები, მაგრამ იმედგაცრუებას იწვევს ეს საკუთარი თავის დაბრუნების სურვილი რა, იმიტომ რომ რუსეთი აკეთებს ყველაფერს 2008-მდეც, მოდი ესე ითქვას, უბრალოდ 2008 წელს პირველად გამოჟონა ამ სურვილმა ტანკების სახით ჩვენს ქვეყანაში და შემდგომაც არაფერი არ დაუკრია რომ დასავლეთი დაესუსტებინა, შინაგანად დაესუსტებინა და ნუ 2022-ში უბრალოდ 2022-ში რუსებს არ გაუმართლათ იმაში რომ თავიანთი ტყუილების დაიჯერეს. ცოტა ხნის წინ თქვი რომ და ძლიერი იყო პროპაგანდა, რომ თავად რუსებმა დაიჯერეს თავიანთი პროპაგანდა, ისე მართლა ეს ძლიერი არმია იყო. რომ ავიღოთ ჩვენ ჰიპოთეტურად სცენარი, რომ უკრაინის ნაცვლად დაძრულიყვენ ბალტიის ქვეყნების დედაქალაქებზე, რომლებიც ასე როგორც მოსახლეობით, ასევე თავიანთი მზადყოფნით, გაცილებით უფრო ნაკლებად მზად იყვნენ კონფლიქტისთვის. დღეს მეტნაკლებად უფრო მზად არიან. მე ვერ გეტყვით და ვერ გეტყვით როგორ დასრულდებოდა. ვერ გეტყვით პირველ რიგში რატომ. ჩვენ ქვეყანაში ხა რაღაც ისეც ვიტყვი, რაც შეიძლება ცოტა მკრეხელური აღმოჩნდეს ზოგიერთისთვის, მაგრამ ნატოს მეხუთე მუხლი დგას როგორ რაღაცა დგას ერთ სიტყვაზე და ეს სიტყვა არის თუ necessary if deemed. და როდესაც ნებისმიერი დახმარება თუ ნებისმიერი ქმედება დგას თუზე ეს რამდენად რავი სარწმუნოა თავი რომ დავანებოთ იმას რომ ერთ-ერთი წევრი არის უნგრეთი და იქ უყავს ორბანი რომელმაც 3 დღის წინ სადაზვერო მისით შეაფრინა დრონები უკრაინაში და ძალიან დიდი და დასაბუთებული ეჭვი არსებობს რომ რამდენიმე კვირის წინ რომ დარტყმა მიიტანეს რუსებმა დასავლეთ უკრაინაში ერთობლივ ამერიკულ უკრაინულ უბრალოდ ამერიკულ საწარმოზე ზუსტად გამიზნვა და ინფორმაციის მიწოდება უნგრელებმა მოახდინეს. მაგრამ შევეშვათ ერთი წამით ორბანს და იმას რომ ორბანი ხელმძღვანელობს უნგრეთს, რომელიც ნატოს წევრია, ხო? მე თუ ვიტყვი, რომ აი მე დავეხმარები ბუკას თუ კარგ ხასიათზე ვიქნები. არავი, თუ ესე ჩავთვლის საჭიროდ და პირდაპირ თუ ჩათვლის საჭიროდ, ხო? ეს თუ ყველაფერს აფუჭებს, ხო? აი, რავი, უამრავი ისტორიაც შემიძლია გავიხსენო, როდესაც სპარსელები მიადგნენ სპარტანელებს და რომ აი ჩვენი შუბები რაღაც მზეს დააბნელებენ თუ მოგვინდათ როგორცაა და სპარტანელებმა უბრალოდ უპასუხეს თუ if. ხო და შესაბამისად მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი და
გონია რომ ნატოს ან დაჭირდება თუნდაც მეხუთე მუხლის ფორმულირების ცვლილება, ან რადიკალური გაძლიერება აღმოსავლეთ ფლანგის, ან შეიძლება და აქეთკენ მივდივართ უფრო ნატოსგან დამოუკიდებლად, ან ევროკავშირის შეერაღებული ძალები შეიქმნება, ან ძალიან გაძლიერდება გერმანიის შეერაღებული ძალები, გაძლიერდება პოლონეთის შეერაღებული ძალები, ან შეიძლება საფრანგეთისაც და ბალტიისპირეთსაც ბუნებრივია მოუწევს უფრო მეტის დახარჯვა საკუთარ შეერაღებულ ძალებს. კი, მაგაზე შეთანხმდნენ ყველა და არ უნდა დაუკარგოთ დონალდ ტრამპის არ უნდა დაუკარგოთ არანაირად. დიდი ძალისხმევით, ნამდვილად და კატეგორიულობით და პრინციპულობით მივედით იქამდე, რომ ჯერ 2014-ში გაიზარდა, მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ბევრი ქვეყანა არ უახლოვდებოდა იმ 2%-იან ნიშნულს და დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს განხორციელდა ეს წნეხი. ახლა უკვე მის საგზნობ გაზრდაზე არის გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება მეხუთე მუხლს, კი ბატონო, მეხუთე მუხლში არის ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის და ის საშუალებებით ის არ ქმნის ავტომატურად რომ კატეგორიული არ არის. კი, კატეგორიული არ არის, რომ ყველამ რო იცოდეს ეს კარგად, რომ აი თუ მართლა ნატოს წევრ ქვეყანას თავს დაესხა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა 32-ვე ქვეყანა გზავნის ჯარებს რაც აქვია წამალი შეიარაღება ყველაფერი მიმართავს იმისკენ, უბრალოდ ხდება ამის კონსოლიდირება და აი უკვე იქ არის ვის რა შეუძლია და როგორ შეუძლია ვის რა უნდა ვის რა სურვილი აქვს რა თქმა უნდა თუმცა ყველა აღიარებს იმას რომ თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას კი უბრალოდ აი ეგაა ზუსტად რომ ეს თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველაზე მეორე მსოფლიო ომი რო გავიხსენოთ ცნობილი ფრაზა რატომ უნდა მოვკვდეთ დანციგისთვის ან გდანსკისთვის რა და ესაა ზუსტად რომ ევროპამ მართლა ძალიან დიდი დრო გაატარა პირობითად ხართ ედოზე წამოწოლილმა და რომ არა ტრამპის განსაკუთრებით მეორე ადმინისტრაცია ფულსაც არ ხარჯავდა იმ რაოდენობით რაც უნდა დაეხარჯა და ეხლა ანუ ისევ და ისევ როდესაც ლავროვი ამას აცხადებს რავი ჩემი აზრით სიმართლის თვალის არიდებაა რომ რუსეთი მათთან ომში არ არის პირიქით მე მეშინია სცენარის რომ რუსეთი როგორც კი ამოისუნთქებს რასაც იზამს იმიტომ რომ უკრაინაში ომს ეგენი ვერ მოიგებენ პრაქტიკულად გამორიცხულია ეცდება რომ პატარა და ძლევამოსილი ომი ჰქონდეს და ნუ მაგ მხრივ შეიძლება ახალი მიმართულება უბრალოდ სუვალკის დერეფანი იყოს. კი ბატონო, ეს არის პოლონეთის და ლიეტუვას შორისშირებელი, რომელიც კალინინგრადის ოლქს ემიჯნება. ბევრი საინტერესო რამ აღნიშნე, გერმანიის შეერაღება, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ტუსკმა თქვა, რომ შეიძლება პოლონეთის ლიდერისგან ეს ცოტა უცნაურად ჟღერდესო, მაგრამ მიხარია რომ გერმანია მე გადაწყვეტილება მიიღო და უნდა შექმნას ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია. სხვა დროა, სხვა გერმანია და სხვა ლიდერები. უამრავი ხუმრობა შემხვდა ამ თემაზე ინტერნეტში კი. მას მერე პოლონეთი თვითონ ძალიან სერიოზულ აქცენტს აკეთებს შეერაღებაზე და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის კაიროში პირდაპირ და ღიად მონჭრილად უთხრა რუსებს არ გაგიკვირდეთ მერე რომ ჩამოაგდოთ თქვენ მე ტირილი არ დაიწყოთ მე ტირილი არ დაიწყოთ და ზმუილი თუ ჩამოაგდეთ თქვენს საფრენ საშუალებებს რომ აქედან იყო აგრესიული პასუხი რომ ეს იქნება სერიოზული ესკალაცია და მიიღებთ სათანადო პასუხს, მაგრამ აი ახლა უნდა მივიდე ამ თუ მიეცა ამოსუნთქვის საშუალება. როგორ შეიძლება მიეცეს? ასევე გეთანხმები, რომ რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს უკრაინასთან, მაგრამ რასთან გვაქვს საქმე? გაძლებამდე რა სვლა აქვს რუსეთს გაძლებამდე? აი დონალდ ტრამპი იმედ გაცრუება, გაბრაზება, წენა, ყველაფერი ვნახეთ უკვე და უკვე მოდის ეს კარგი სიგნალები, რომ ტომოჰავკი თხოვა ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე ჯეიდი ვენსი ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს, რომ ამაზე გადაწყვეტილება პრეზიდენტს ეკუთვნის, თუმცა მსჯელობა მიდის
ვახსენე კიტკელოგის განცხადება ინტერვიუში. ახეთკენ მიდის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმ დოზით, როგორც ისინი თვლიან საჭიროდ, ხმარებას აღმოუჩნდნენ თუნდაც ნატოს გავლით. მიიღებს შეერაღებას უკრაინა ნატოს გავლით. რუსეთის დათვლა რა არის? რას ნიშნავს ეს? აი და სად შეიძლება ამოისუნთქოს რა მომენტში და როგორ? კაი, პირველი დავიწყოთ ვენსის და კელოგის განცხადებით, მან ხომ ნიშნავენ ისა რომ თუ ადრე იძახდნენ რომ როდესაც იყენებდნენ ფრაზას ადრეც გამოუყენებიათ რომ ორი ადამიანი სჭირდება ტანგოს ცეკვას ინგლისურად არის it takes two to tango ამას ყოველს იყენებენ როცა უნდა თქვან რომ აი მეორე მხარე არ მოდის მოლაპარაკებებს და მე რა ვქნა თავდაპირველად იყენებდნენ უკრაინელების მიმართ ხო ზელენსკით იყო უკმაყოფილება და ამავდროულად და ეს პირველად გაჟღერდა ესეთ მაღალი ტრიბუნიდან რუსეთის მიმართ ვენსის მიერ რა პლუს კელოგის განცხადება რომ უკვე ამერიკული იარაღით ეძლევათ მიეცემათ უფლება უკრაინელებს რომ შორ დისტანციაზე დაარტყან, იმიტომ რომ თავიანთ წარმოებული იარაღით ისაც არტყავენ 1500-1700 კილომეტრზეც და ასე შემდეგ. და ანუ ეგ ნიშნავია, ყურად საღებია, მაგრამ ბუნებრივია რუსეთს ეგ ალბათ არ გააჩერებს ამ ეტაპზე. პლუს ისა რომ ის ადამიანური დანაკარგიც რაც რუსეთმა იწუნია ჯერჯერობით პუტინის რეჟიმისთვის აშკარად გადახარშეს რა. რისიც ეშინიათ არის ხელახლა ან ნაწილობრივი მობილიზაცია, არაფერს არ ვამბობ სრულ მობილიზაციაზე. ამიტომაა რომ SVO-ს ისევ და ისევ SVO ქვია, სპეცოპერაცია ქვია და არა ომი. როდესაც რეალურად ომის შედეგებით ახლა გადააჭარბეს დანაკარგებს, თან დიდი ხნის წინ გადააჭარბეს ყველანაირ დანაკარგს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რაც ჰქონდა რუსეთს. რა საბჭოთა კავშირს და ანუ ავღანეთის ომს გადააჭარბეს, ჩეჩნეთებს ყველაფერს ამას გადააჭარბეს, ლამის კიევთან რო იდგნენ მაშინ. რა? ხო და შესაბამისად ახლა ადამიანური რესურსის კიდევ ერთხელ მობილიზება რუსეთს უჭირს. მეორე მხრივ ტექნიკა რომელიც მათ აქვს, ეს ტექნიკაც ძალიან სწრაფად იწურება მარაგები, საბჭოთა მარაგები ამოწურეს ჯავშან სატანკო შეერაღების მხრივ და ახლა წარმოვიდგინეთ საბჭოთა კავშირი 46 წელიწადი მეორე მსოფლიო ომის მერე აწარმოებდა იარაღს და ამათ მიაღწიეს იმ დონეს რომ T-55-ებით და T-62-ებით რომლებსაც უბრალოდ საარტილერიო ქვემეხებად იყენებენ პრინციპში სხვა არაფრად აწარმოებენ ომს და თანამედროვე შეერაღებიდან რაც აქვთ ეს არის დრონები რა ყველა ვარიანტში ეს არის რაკეტები მაგრამ ისევ და ისევ ყველაზე დიდ ევროპულ ქვეყანას დაეტაკენ საკუთრივ რუსეთის მერე უკრაინას ბებერთელა ტერიტორიაა და თეორიულად შანსი არ არის მაგის, მაგრამ თეორიულად ტაქტიკური ბირთვulis რო გამოიყენოს, რომელიმე ფრონტის ერთ მონაკვეთზე მისცემს რაღაც უპირატესობას მეც ვერაფერს. ხო, ანუ ისიც მაშინ სტრატეგიული ბირთვული შეერაღება უნდა გამოიყენოს, ესეც ნონსენსია და რაღაც სცენარში თუ კი ფრონტის ხაზი აი ეხლა გაიყინა პირობითად. გაიყინა იქ სადაც არის. გაიყინა იმ პირობით რომ უკრაინა აიღებს ვალდებულებას რომ არ შეუტევს და აგრესიას ანუ აგრესიაც არა, ეხლა საკუთარი ტერიტორიის დაბრუნება, არა აგრესია, მოდი ამ ტერმინს დავაზუსტებ, რომ არასწორად ვიყენებ, საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებას თუ იარაღის ძალით არ გადაწყვეტს უკრაინა და ამის ვალდებულებას აიღებს, ხო? მაშინ უკრაინას ისევ და ისევ უკრაინა იძულებული იქნება და არწმუნებული ვარ, რომ მიყვება ამ თავის ვალდებულებას. რუსეთმა შეიძლება გაყინოს ფრონტი უკრაინაში და სრულად ახალი ფრონტი წამოიწყოს რაღაც ნარვასთან, რომელიც ახლა დიდი ხანია რაღაც ამბიციები აქვს ახლა ლატვიასა და ესტონეთში იგივე მიზეზებით შეუძლიათ ზუსტად განახორციელონ აგრესია როგორც უკრაინაში ან როგორც პირობითად ბათუმში დღეს რო ვთქვა იმედი გვაქვს რომ მაგის რესურსიც და ბოლო მაჩვენებლებით ეკონომიკური მაჩვენებლები კარგია რომ თვითონ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ რომ აი უკაცრავ მაგის თქმა დამოვიწყდა დეფიციტური იქნება 2028 წლამდე ყველა რუსული ბიუჯეტი. ანუ რეალურად ეს ყვირილი რომ სანქციები არ მუშაობს და ასე შემდეგ მუშაობს. უბრალოდ სანქციებს არ ჰქონდა მოკლევადიანი ეფექტი ისეთი, როგორცაც შეიძლება ბევრი ელოდა, მაგრამ ისევ და ისევ ეს მოლოდინი იყო უბრალოდ გაზვიადებული და არასწორი, მაგრამ 2028-მდე დეფიციტური ბიუჯეტები აქვთ. რა და შესაბამისად იმის ფული რომ ახალი ომი აწარმოონ პირობითად რა 2028-მდე მაინც არ ექნება და ეგ დრო უნდა გამოიყენოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანამ იმისთვის რომ იყოს ან თავდაცვით ალიანსში ვიღაცასთან ან თავის თავდაცვა გააძლიეროს და ასე შემდეგ.
იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ გზას მაინც ვიპოვით და მაინც დავადგებით აუცილებლად გარდაუვალია, რომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ. უსაფრთხოება არის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და კეთილდღეობა არის ევროპულ კავშირში. დიდი მადლობა, ზურამ, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე წარმატებებს გისურვებთ.